გამარჯობა საქართველოს გიზა უჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაუბრუნდი ვისკონსინის შტატში რამოდენიმე დღით სალომეს სანახავად ბიზნესის მისახედად და შეგრძნება არის ისეთი თითქოს ხმაურიანი სტადიონიდან დაუბრუნდი ცარიელ ოთახში სადაც სიმყუდროვი არის და მართალი გითხრათ მაიამის შემდეგ აი ეს ფუსფუსი და ხმაური და ტუსოვკა და აღმოვაჩინე ის რომ აი ეს სიმყუდროვე სიამოვნებს. იცით, ადრე ცოტა ვხუმრობდი კიდევაც ეს მკვდრეთის ქალაქი, ქალაქი სადაც ადამიანები არ არიან, ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ წუთას, აი ამ მომენტში ძალიან სიამოვნებს ეს ბუნებაც, ქალაქიც, სიმყუდროვეც, სიჩუმეც, უბრალოდ განწყობა. და ხომ, დღეს 3 ივლისია და ხვალე ამერიკა დაბადების დღეს აღნიშნავს. 250 წელი ვითომ და ცოტა დროა, მაგრამ თუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ეს 250 წელი დემოკრატიის 250 წელია, მაშინ გამოდის, რომ ამერიკა ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული დემოკრატიული სახელმწიფო არის. ასეა, ასე, იმიტომ რომ აბა შევადაროთ, სად წარმოიშვა დემოკრატიები ასეთი ფორმით, ისე რომ დღესაც ასე თუ ისე მოქმედებს და ფუნქციონირებს. ბევრი ასეთი ადგილი არ არის. Happy birthday America. მომენატრა ჩვეულებრივი ძალიან უბრალო რესტორნებიც გამოვიარე პანდა ექსპრესში და შევექცევი ჩინურ-ამერიკულ წიწილას. ამაშიც არის რაღაცა ხიბლი. სარკეში გავიხედე, მეთქი დამავიწყდა რომ მაიამიში არ ვარ. და უცბად ეს მანქანა მეკონა Lamborghini, მაგრამ რა მანქანა აზრზე არა ვარ. რა Lambo თუ რაღაცნაირი Toyota ვერ ხვდები. არა ვარ მე ესეთი გაწურთნილი მანქანებში, მაგრამ მგონი რაღაც არ ვიცი. უცბად დამოვიწყდა რომ მაიამიში არ ვარ და რომ ვისკონსინში ვარ და საერთოდ ესეთი მანქანები აქ იშვიათად არის. Long time no see. How are you? Good? Good, buddy. How are you? Very good. I will be a couple of days and coming every single day to see you. Perfect. Shemoviare James Natsnova. So what's that? Tell me. Yamato, it's a Japanese whiskey. Aha. The Bob Special. Bob Special. It's special. You gotta show them the bottle. Hold on. Show the bottle. Oh my God. That's amazing. Is anybody drinking this tonight? Oh, yes. We're These about to. guys. Yes. You're about to. Too bad I don't drink alcohol anymore. I quit. It's been 2 years. Oh, I didn't. Right. That was the Japanese one, right? Okay. Yep. Whoop. გადავხედე ასევე ჩემს უძრავ ქონებას ის რაც 25 წლის განმავლობაში ავაშენეთ, შევისყიდეთ, შევაკეთეთ, ასევე ჩავათვალიერე ჩვენი სასაწყობო მეურნეობაც. ჩემი მუშაკი კარგად მიუძღვება ამ საქმეს. დავათვალიერეთ ყველაფერი რაც აქ გაგვაჩნია, აი ასე კეთილმოვაწყეთ ჩვენი საამქრო. ეს აუცილებელი არის, როდესაც უძრავი ქონების საქმიანობა გაქვს ადამიანს. აი ეს ხელსაწყოების ყველაფერი შევიძინეთ ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში. ბევრი სათადარიგო ნაწილიც გვაქვს. აი აქ საწყობი გვაქვს, ეს როდესღაც იყო ერთ-ერთი კაფე. Starbucks-ის მაგვარი კაფე იყო და ბიზნესიდან გავიდა და ჩვენ მთელი ინვენტარი შევიძინეთ ამ კაფესგან, აი ასე ერქვა, Condor. ერთ-ერთი ექიმი იყო ჩვენს ქალაქში, რომელმაც ეს კაფე წამოიწყო. ძალიან წარმატებული იყო ერთი დროს. მერე მისმა შვილმა აღარ მოესურვა გაგრძელება ბიზნესის და შეწყვიტეს საქმიანობა. აი, ასეთი სასაწყობო მეურნეობა, ესეც შევათვალიერე, რომ ყველაფერი წესრიგშია. აუცილებელია რომ არ დაკარგოს ადამიანმა გარკვეული კონტროლი. ჩვენი უძრავი ქონების ტრაფარეტებიც აქ არის მოთავსებული, ვიყენებთ ამ სივრცეს.
ოფისში რომ არიდოს. ასე რომ ყველაფერი კარგად გამოიყურება. მომწონს როგორ ართავენ თავს საქმიანობას. დღეს 4 ივლისია, ამერიკის დამოუკიდებლობის დღესასწაული. ვულოცავ კიდევ ერთხელ ჩემს მეორე ქვეყანას. ჩემი პირველი ქვეყანა ყოველთვის საქართველო იქნება. ეს არასდროს არ შეიცვლება.